ევროკავშირში ვერ შევართ ჩვენ. ეს არის ტყუილი. ევროკავშირში შესვლა შეგვიძლია მას შემდეგ, თუ როდისმე ევროკავშირი თავის წევრად მიიღებს თურქეთს და ჩვენ გვექნება უკვე პირდაპირ კავშირი ეკონომიკური, კულტურული და საზღვრით. ეს ასე არ არის. ევროკავშირში გასაწევრიანებლად ევროკავშირთან სახმელეთო საზღვარი საჭირო არ არის. მაგალითად 1991 წელს, როდესაც საბერძნეთი ევროკავშირის წევრი გახდა, მას სახმელეთო საზღვარი სხვა წევრ ქვეყანასთან არ ჰქონია. ევროკავშირის წევრობის მთავარი გეოგრაფიული კრიტერიუმი არის ხარ თუ არა ევროპული სახელმწიფო. ზუსტად რას ნიშნავს ევროპული სახელმწიფო განმარტებული არ არის, მაგრამ როდესაც ქვეყანა ევროკავშირის წევრობის სრულს გამოთქვამს და თავად ევროკავშირი ამ ქვეყნის მეტად ინტეგრაციას თანხმდება, ქვეყანა ავტომატურად აკმაყოფილებს ამ გეოგრაფიულ კომპონენტს. მაგალითად მოროკომ 1997 წელს წევრობის სურვილი გამოთქვა, მაგრამ უარი მიიღო, რადგან ევროპულ სახელმწიფოდ არ ჩაითვალა. საქართველოს ეს პრობლემა არ შექმნია. შესაბამისად, გეოგრაფიულ კომპონენტს აკმაყოფილებს და ეს ეტაპი გადალახული გვაქვს. რაც შეეხება ეკონომიკურ კავშირებს, ევროკავშირი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოს და ევროკავშირის შორის 1999 წელს პარტნიორობის და თანამშრომლობის შეთანხმება და შემდგომ 2014 წელს ასოცირების შეთანხმება საქართველოს და ევროკავშირის შორის ეკონომიკური ურთიერთობები გააღრმავა და რაც მთავარია, ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს და ევროკავშირის შორის საქონელი მომსახურება და კაპიტალი თავისუფლად ზედმეტი გადასახადების და დაბრკოლებების გარეშე გადაადგილდება. ამავდროულად ევროპული საფინანსო ინსტიტუტები და ფონდები საქართველოში ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური პროექტების ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებლები არიან. მაგალითად თბილისის ახალი ავტობუსებიც კი EBRD-ის დახმარებით იქნა შემოყვანილი. და არ დაგვაუწყდეს, რომ საქართველოს ევროკავშირისთვის კასპიის ზღვის რეგიონთან ენერგო და ეკონომიკურ დამაკავშირებლად განიხილება. მოკლედ, ეკონომიკური კავშირები არსებობს, ცალკე საკითხია ამას როგორ ვიყენებთ. რაც შეეხება კულტურულ კავშირებს, ის საუკუნეებს ითვლის. რაც მთავარია, მიუხედავად იმისა, რას ამბობს პროპაგანდა, ევროპა ქრისტიანულ ღირებულებებზე არის დაფუძნებული, რაც საქართველოსთან საუკუნოვან კულტურულ კავშირებს უზრუნველყოფს. კულტურულ კავშირებს დღეს მათ შორის უზრუნველყოფს ევროკავშირის მიერ საქართველოში დაფინანსებული კულტურული და საგანმანათლებლო პროექტები, როგორც არის Erasmus-ი, რომლის ფარგლებშიც ქართულ სტუდენტებს ევროპაში უფასოდ სწავლის შესაძლებლობა ეძლევა. ასევე EU for Culture, რომელიც ქართულ ქალაქებს და მუზეუმებს კულტურის განვითარებასა და ძეგლთა დაცვისთვის გრანტებით ეხმარება. კულტურული კავშირების გაძლიერებაში დიდი წვლილი შეიტანა ასევე უვიზო მიმოსვლამ, თუმცა სამწუხაროდ ეს ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მოკლედ, ევროკავშირთან გეოგრაფიული, ეკონომიკური და კულტურული კავშირები საქართველოს აქვს და ტყუილია, რომ თურქეთის გაწევრიანებამდე საქართველოს ევროკავშირში ვერ შევა.